ვიდეოს გიგებ, ხო? მამი. მესკი ცოტაში გადაიწია. მოკლედ დღეს მივდივართ პრაღაში, გადავიღოთ ვიდეოები, განახებთ აი მატარებელიც ჩამოდგა. ამას კარგია, რომ დაათვალიერო ლამაზად. დაათვალიერია ბაგარიც. სკოლკაზე ვიხდა. მოკლედ ჩავჯექით მატარებელში, გვეძინა უკვე 12 საათია 2 საათში პრაღაში ვიქნებით და ახლა დაგათვალიერებინებთ როგორი ვაგონებია რა. აი ესეთია შიგნიდან მოკლედ. ესეთი. აქ შესაძლებელია USB სტენის წყარო. აქ კომფორტული ჩანთის დასადებებია, ეს კამები იშლება. აი ესე ხდება საწოლი, ანუ მეორე სკამით შეგიძლიათ ის გააკეთოთ. ორი ადამიანი, სამი ადამიანი ეს 4 ადგილი თუ გაქვთ ავებული, კომფორტულად დაწვევა დაიძინებს, ან არ დაიძინებს რა. ესეთი სიტუაცია გარეთ, აქ პატარა მაგიდებია. ასე იშლება. სანაგვეც არის. საპირფარეშოც არის და რავი, მოკლედ ესეთი აქ საკონტროლო რაღაცეებია. ცოტა მოძველებული ვაგონი არის ეს, მაგრამ მაინც ძალიან კომფორტულია რა. ეს კონკრეტული მგზავრობა 3 ზრდასრული ადამიანი, 1 ბავშვი, დაჯდა 705 ზლოტი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ესე იყო, 705 ზლოტი რა. რაც ჩემი აზრით ძალიან კაი ფასია და თუ გადაწყვიტავთ ესე ახალ ქალაქებში, ბერლინშიც დადის მაგალითად აქედან მატარებელი, თუ გადაწყვიტავთ ძალიან კარგი ვარიანტია მოკლედ რა. ეს არის სახლი, რომელიც ვიქირავთ, ეს ვანა ტუალეტი. აქ სათავსოა, ესეთი შემოსასვლელი პატარა, აქეთ შედიხარ. საძინებელი, ეს ოთახი ავიღეთ 3 ზრდასრულზე, 1 ბავშვზე, ტელევიზორიც არის ინტერნეტით, Wi-Fi, ორმაგი ფანჯრები, რომელიც ძალიან იკავებს სითბოს სახლში და ძალიან კომფორტულია. ყველაფერი იყო ძალიან სუფთა, იქ სამზარეულოა, პატარა მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, ყველაფერი საჭირო ნივთები, ყავის აპარატიც. ყველაფერი ძალიან კარგი, გათბობა ძალიან კარგი. ბავშვის კამიც დაგოხვედრეს, ბავშვის ჩასაწოლიც. ეს დეკორაციებია მატას დაბადების დღისთვის და რა ვიცი, იდეალური ბინა არის და ძალიან იაფი დაჭდა მოკლედ რა. 3 ღამე, 4 დღე. ინტერნეტი ყველაფერი არის და ასე შემდეგ. რა ლინკს ჩავაგდებ კომენტარებში, ან მოუწერეთ თუ და გაინტერესებთ შეგიძლიათ თქვენც იქირავთ ეს ბინა, ესე რომ ვთქვათ რა, სასტუმროს ნომერი ეს არ არის, მაგრამ ისეთი ტიპის ნომერია, რომ ერთი სადარბაზო არის და ამ სადარბაზოში ყველა არსებული ოთახი არის გადაკეთებული, ესე რომ ვთქვათ, სასტუმროს ნომრად და საცხოვრებელი ბინები არის რა. ეხლა გარეთ გავდივარ და ყველაფერს მაქსიმალურად გადავიღებ და გაჩვენებთ. ვიხდა ავაკეთი ერთი შეხედით რას ხედავ ქუჩაში, როგორ მოგწევს ხალხი, არქიტექტურა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად.
ჩემი აზრით რაღაც ძალიან ის არის, ანუ არ არის ხალხმრავლობა. ხალხმრავლობა არ არის, ფართო ქუჩები, ფართო ტროტუარები. რაღაცებს კი აშენებენ, რაღაც ცოტა არეულობა არის, მაგრამ დისკომფორტი რაღაც ისე ძალიან არ არის. ანუ ხალხის განწყობაც კარგია, რა ვიცი, ერთ შეხედვით მომწონს. მე მადლად ირის მივხედავ. ცოტა მოგვიანებით მინდა რომ დავაგემოვნოთ ჩეხური ლუდი ნამდვილი ჩამოსასხმელი და გაგიზიარებთ თავა ემოციებს და როგორ გაიქნება. DJ-ია ის ოფიციალური მაღაზია. აი ეს ნახეთ რა მაგარი ქუჩა. აქეთ კაფენლია, ბოლოს შუქნიშანი, არ ვიცი სამანქანო თუ არა და ესეც ძველებური ტრამვაი. მოკლედ რაღაცნაირი ისეთი ეს არის რა. მყუდრო ქალაქია ძალიან. აი კრაკოვიც ეგეთია რა, ისეთი წვრილი ქუჩები რო აქვს და რაღაცა ეგეთი შეგრძნება აქვს კრაკოვსაც. მაგრამ პრაღა ძალიან კაია. ძველი შენობები და რაღაცეები და მთელი ამბები. ძალიან საკაიფო ქუჩები გაგვიჩია. ვიცი, ღირს გამოსასეირნებლად რა. მოკლედ ისე დაგვემთხვა რომ თავარ მოედანზე ვარ ძველი ქალაქის და აქაც აქციაა რა. მოკლედ გავეცლებით ახლა ამ ადგილს და წავალთ რაღაცა ცნობილი ხიდისკენ, მე მგონი საფეხმავლო ხიდი არის და იქ ჯობია წავიდეთ რა. არის ცნობილი ასტრონომიული საათი. ესე გამოიყურება რეალობაში. ეს მაგარი ლამაზი რაღაცაა. მაგარი ორნამენტები აქვს და თვითონ ეს საათის不那时候我拍都被他女朋友剪爆。这样够。მოკლედ მაგრა გავიყინე. ხელები მაგრა გამიყინა. ძლივს ავარჩიეთ ხა ადგილი 19,000 შეფასებით რესტორანი თუ ბისტრო თუ რაღაც ტრადიციული მოკლედ რაღაცა ის არის, სადაც პივაც იყიდება. პივო ტრადიციული და პირდაპირ ბარელებიდან ასხავთ რა, კასრებიდან და ნახოთ რა იქნება. ესეც ლამაზი ტრამვაი. აი ეს მგონი რესტორანია უგლაუბიცუ. მეკობრია ხატია მე მგონი თუ. Может,
Okay, thank you. Thank you. ამ 13-ში, 12-ში. აი, მოვიდა ჩვენი პივები. ნამდვილი. აი, ეს არის მეგობრებო, პილსნერი, პირდაპირ 1000 ლიტრიანი კასრიდან. არა, 500 ლიტრიანი კასრიდან. 1000 0.5-იანი ჭიქა მოდის კასრიდან და ეხა პირველად ვაგემოვნებ ცხოვრებაში. ნახოთ როგორი გემოიქნა. გაგიმარჯოს. სამივე მოდით. ძალიან კაია. მამიკო შენი წამა გინდა მამი? ბურგერის წამი. აი მეგობრებო, ესეთი ტრადიციული რაღაც სოსისები ავიღეთ. ეს არის ღორის ნეკნები, თავის კომბოსტოსთან, სოუსებთან ერთად. პურიც ამ მენიუმაში შედიოდა კომბოში და ეს ფრი პეტერამატასთვის და ეს ლუდები. ნახოთ ხოლოში. რამდენს გადავხდით, როგორ გადავხდით ყველაფერს კეთილს. Había pasado el que de la lámpara. ლამაზია ღამეა რა. Yani pahalıdır. Burası zaten ეხა მესამე დღე გათენდა, რაც ვიდეოს ვწერ რა. ხოდა ორი სიტყვით მინდა გითხრათ, რა ხდება და როგორი სიტუაციაა პრაღაში რა. როგორი ქალაქია და ასე შემდეგ. ანუ ვინც პოლონეთში ცხოვრობთ, აი ცოტა ქვედა მხარეს ვარშავაში, კრაკოვში, ეს ქვევით საზღვარზე ჩეხეთისკენ, ან თუნდაც რომც არ ცხოვრობდეთ, ჩემი აზრით ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილია ეს ტურისტულად რომ წამოხვიდეთ და რაღაცა ნახოთ რა. ნუ გერმანიაშიც გადახვალ გერმანიაში რა ხდება კი იცით. მიგრანტებით არის სავსე და არა მაინც კომფორტული და აქ ხა მაგარი სიწყნარია და რავი ხალხის თავისთვის არის ბევრი გადატენილი ისიც არ არის. ერთი ის იყო აქცია რომ დაგვემთხვა. დანარჩენი რავი ფასებზე არც ვილაპარაკებ, ძალიან იაფი არის. გუშინაც და რესტორანში ვიყავით ცნობილ რესტორანში. მაგის ლოკაციასაც ჩავაგდებ. წითელი ირემი ერქვა და მენიუს კაი ჰქონდათ, ლუდის კარგი ჰქონდათ და რავი იაფი დაჯდა რა. ლუდის ფასებს რაც შეეხება, ანუ ეხა ვარშავაში რაც ღირს დაახლოებით 20-22 ზლოტის რა. 0.5-იანი ლუდები და აქ გამოდის სადღაც 80-90 კრონაღის 0.5 ლუდი რა. ეს არის დაახლოებით სადღაც 13 ზლოტი რა, 14 ზლოტი. პლუს საჭმელებიც არ არის. ძვირი და რავი თუ ვინმე ჩამოხვალთ აქ შეგიძლიათ თამამად იმასაკეთ შეხვიდეთ რესტორანში, თან ისეთ ადგილას ვიყავით ცენტრალურ ადგილას ძველი ქალაქის რა, სადაც ეს ძველი შენობები და ასე შემდეგ ესეთი ქუჩებზე არის ბევრი ეგეთი ადგილები.
არის თანამედროვე კაფეებიც. აი, საერთოდ განსხვავდება რა. ძალიან განსხვავებულია პოლონეთისგან. ახლა ვერამე ვერ იტყვის, რომ გავს და რაღაცა რა. საერთოდ არ არის ეგრე. ხო. ნუ ატმოსფეროს რაც შეეხება, ძალიან ის არის რა. სიწყნარია, სიმშვიდეა. აი ესეთი სიტუაციაა დილით. მე სადაც გავჩერდი მაგის ლოკაციასაც ჩავაგდებ. ძალიან მაგარი ეს არის. ძალიან მაგარი ადგილია. მაღაზიაც ახლოს არის, კვებიოს ობიექტებიც არის და ეგრევე თუ წახვალ ძველი ქალაქისკენ, ანუ არსად გადახვევა არ გიწევს, საერთოდ პირდაპირ მიდიხარ და ფეხით შეგილია ძალიან მალე მიხვიდე რა. ხო და რა ვიცი, თო კიდე ტრდელნიკი არის აქ ძალიან ცნობილი, მე მგონი ვარშავაშიც არის, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. ამათი ყველგან ეწერა ჩეხური ტრადიციულიო და სხვადასხვა გემოებით არის ესეთი მრგვალი ტუბებია გამოცხობილი და გარედან და შიგნიდან აქვს წასმული ნუტელა და ხილით და ნაყინით და შემდეგ და ძალიან გემრიელი იყო რა. ძალიან გემრიელი იყო და ძალიან იაფი იყო. მოკლედ რავი რა მე ვუწევ რეკომენდაციას მოკლედ ჩეხეთს წამოვიდოდი კიდე სიამოვნებით რა. ნუ მარტო თუ ხართ ბავშვი ძალიან მაგარი მარტო გულისხმობ ხა ბავშვთან ერთად ცოტა რთულია რა. ბავშვის გასართობ ცენტრში იყო ბავშვის ზონაც. რაღაცა ეს იყო რა. თან კაფე იყო, თან ბავშვის გასართობი იყო. ძალიან იაფი გადავიხადეთ რა, აი ძალიან იაფი. დაახლოებით რო გითხრათ, საათნახევარი იყო შესული ბავშვი და გადავიხადეთ სადღაც 30 ზლოტი რა, 40 ზლოტი, აი რა, დაახლოებით რო გითხრათ. პლუს ყავაც იყიდებოდა იქ ნამცხრები რაღაც საჭმელებიც იყო და ან ჩვეულებრივად შეგიძლიათ დაждეთ უფროსები თუ ბავშვი ყავთ, ბავშვი შევა, გაერთობა ითამაშებს რა. და სავაჭრო ცენტრები აქვთ კიდე ძალიან მაგარი. 2 ადგილას ვიყავით, ძალიან ბევრი მაღაზია ისეთი, რომელიც არ იყო პოლონეთში და არ მქონა ნანახი, ბრენდებს გულისხმობ და ჩვეულებრივი ფასები, ტანსაცმელზეც, ფეხსაცმელზეც, რავი. ანუ რაღაც ცუდი იყო თქო, აქ თქო არ ვერ ვიტყვი რა. ყველაფერი კარგი იყო. ტრანსპორტში არ მჯდარ, ტრანსპორტი ვერ გამოვცადე მოკლედ რა. ნუ ტრამვაი რაც ვნახე ხა მეტროში არ ჩავსვლა, ტრამვაი რაც ვნახე ძალიან კაია რა. თან რაღაცნაირი წვრილი ქუჩებია, ყველგან ქვაფენილია თითქმის. ესეთი ქუჩებია ყველგან რა, ქვაფენილი. ესეთი ქვაფენილებია ყველგან რა. მოკლედ დროებით მერე ჩვენი მატარებელიც მოვა. ხო, მატარებელს მინდა გითხრათ კიდე რაღაცა რა. თუ გონიათ რომ 9 საათი ძალიან ბევრია, არა, ბევრი. თუ დაძინებას მოახერხებთ მატარებელში, ძალიან მალე გადის ეგ დრო. თან კომფორტული მატარებელია, ცუდი მატარებლები არ არის და არ არის პრობლემა. მანქანითაც რო წამოვხვიდეთ, მანქანითაც არ არის ბევრი, 630 თუ 640 კილომეტრია ვარშავიდან პრაღამდე. არც ეგ არ იქნება ჩემი აზრით ძალიან შემაწუხებელი და ის. ძალიან იაფი ის უბრალოდ მატარებლის ბილეთი და ხედების კაია მატარებლიდან და რაღაცა. გაერთობით რა. კაი მოკლედ დროებით და რა იქნება რა. მოკლედ მეგობრებო, ვარშავაში ჩამოვედით. ეხლა რამოდენიმე დღის შემდეგ ვწერ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ვეღარ მოვახერხე მოკლედ იქ მატარებელზე ცოტა გვაგვიანდებოდა, თან ბავშვთან ერთად ვიყავი და ასე შემდეგ. კამერის დატენვაც ვერ მოვახერხე. მოკლედ, საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ ძალიან.
ძალიან კარგი ლოკაციაა, როგორც გითხარით უკვე, ვინც ცხოვრობთ პოლონეთში, გინდათ ახლო ქვეყანაში წასვლა ტურისტულად დათვალიერება, ძალიან ლამაზი ქალაქია, ზღაპრული, ღამე უფრო ლამაზია, ძალიან კარგი რესტორნები აქვთ, არ დაგიჯდებათ ძვირი. ვიდეოს ქვევით აღწერაში დავწერ ყველა საჭირო ინფორმაციას, თანხებს, რა როგორ დაგვიჯდა. აი ხა ვამონტაჟებ ვიდეოს, ამ ვიდეოსაც მივამატებ და მოკლედ დროებით, მადლობა ყურადღებისთვის. გავაგრძელებ კიდევ ვიდეოების ჩაწერას, ინფორმაციულსაც, გასართობსაც და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.